მოკლედ რომ შევაჯამოთ ერევანში ჩატარებული ევროკავშირის სამიტი. პირველი ეს არის ის, რომ აშკარა უკვე რუსეთი კავკასიას კარგავს, ევროკავშირმა ხელი დაადო, თათი დაადო, რა ვიცი, სომხეთს ევროკავშირისკენ უძღვება მას, პარალელურად შეერთებული შტატები და პირადად ტრამპი იქ ხსნის ზანგეზურის დერეფანს, ეგრეთ წოდებულ ტრამპის გზას და იქ ირანის საზღვართან ჩადგება ამერიკის კერძო არმია. მოკლედ რუსეთი გასაპანღურებლად გამზადებულია. დაეცხდება იმ ფონზე, როცა კრემლი პირველად ამდენი წლის განმავლობაში, რა ვიცი, უკანასკნად ეს როდის იყო, სამხედრო აღლუმს ატარებს სამხედრო ტექნიკის გარეშე უკრაინული დრონების შიშით. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ეს საქართველოსაც ეხება, რა თქმა უნდა, სომხეთის სამიტი ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი თავზე ვერ გადაახტება საქართველოს და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის გაწევრიანების რიგში. სწორედ ამიტომ ჩაიყვანეს იქ კობახიძე, რომ თავისი თვალით ენახა გაფართოების ეს ტენდენციები. და რაც თავარია მესამე უნიშნელოვანესი, კობახიძე ერთადერთი მაკრონს გადაეყარა დერეფანში რამდენიმე წამი და მიესალმა უბრალოდ ახლოდან და უფრო ხანგრძლივი საუბარი და ახლობლივ ერთწუთიანი საუბარი ჰქონდა ზელენსკისთან. უბრალოდ ზელენსკის ჰქონდა მასთან საუბარი. კობახიძემ განაცხადა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რომ უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ანუ ჩვენ მთელი რიგი ამ მოვლენებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ ერთი რამ, რომ ბორი ევანაშვილი და კობახიძე ერთმანეთთან პირდაპირ მნიშვნელობით ომს აწარმოებენ. კობახიძე მიცის უკვე, რომ ბორია დიდხანს არ გააჩერებს, ეს ფასების კომისიის წიოკიც ამას ნიშნავდა, ინფლაცია ძლიერდება, პროდუქტებზე ფასები იმატებს და კობახიძეს გადააყენებს. სამაგეროდ კობახიძე ეზადება საიმისოდ, რომ ივანაშვილი რუსეთის დავალებებით მოქმედებს და საქართველოს ჩაუჭრა მაგალითად იგივე დასავლეთისკენ გზა. ამ ალიბის იქმნის კობახიძე, აბა იმ კობახიძისგან, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ საქართველოს უკრაინის ხელისუფლება აიძულებდა ომში ჩართვას, დღეს ლაპარაკობს პირდაპირ მნიშვნელობით და ღიად, რომ უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანა არის. დიდი ბრძოლები გველის შიდა საოცნებო და ამის პარალელურად სახალხო პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ჩვენ გავიგეთ თავარი რაღაცეები, უნიშნელოვანესი რაღაცეები, რომ ევროკავშირი არ დათმობს საქართველოს რუსეთის საბოსლად. პარალელურად რამდენიმე დღეში ჩამოაქვს სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის წარმომადგენლობა, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამას. გავრცელეთ ეს ვიდეო. ერთით დამთავრდება კობახიძის და ივანიშვილის ბრძოლა, ჩვენ ამას მალე ვნახავთ.